დავიწყეთ სიმონ. რას ვიწყებთ? ჩვენ რას ვიწყებთ? ხო. არ ვიცი მე რას ვიწყებთ. რასაც ბოლო 1 თვეა ვიწყებთ მაგას. ბოლო 1 თვე არა. 1 წელი. 1 წელი. დღეს ნახე რაღაცა ძვერიმეებს ვეძებდი. მეილზე რაღაცებს ნახულობდი რა. და იქ აღმოაჩინე სადღაც მაგ მიწერილი რომ ეხა გამოიწერა ტემუდან მიკროფონები მეთქი. და ველოდები დღე-დღეზე უნდა ჩამოვიდეს რომ დავიწყოთ. 1 წლის წინ. ასე ხარ ტემუს მიკროფონები რეებშვება? წარმოიდგინე ჩვენ რომ როგის მიკროფონები გქონდეს რას ვიზამთ? კრკწმა. Სონის მიკროფონი. დღეს 6 სექტემბერია. 19 საათი და 32 წუთი. თბილისში 26 გრადუსი არის. წესით წვიმას აპირებდა და გადაიფიქრა. ხვალ წერია წვიმა. დღეს აღარ იწვიმა. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ბატონების ბატონებო და უბატონოებო. ეს არის არხი ოკრობოკრო. ვინც დააკლიკეთ უკვე ვიდეოს, თქვენ უკვე მზად ხართ მოусმინოთ უსარგებლო ბჟუტურსა. და რა თქმა უნდა, აქვე წინასწარ ვეგეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი. ვინც გამოგვიწერა იმ 60 ადამიანს ძალიან დიდი მადლობა. და დღეს სანამ დღეს აი გამოვარდება დიდად რამდენ პროცენტს აქვს გამოწერილი ჩვენი არხი და რამდენს არ აქვს მაყურებლებიდან როგორც მახსოვს 68%-ს არ აქვს გამოწერილი გწვენოდეთ ვინც გამოიწერეთ კიდევ ერთხელ 60 ადამიანს რატო მინგეფეგ ვერ გავიგეთ რა ხდება რამ გაგაბუროტა თქვენგან არ მოუწიათ ჩემთვის 5 კილო კარტოფილი არა თქვენგან კაი არაფერი არ გამოვა ჩვენი გამოწერებისგან. დღეს თქვენთან ერთად არიან ავთო ოქროპირი და მე ვარ ვინ არის ადამიანი რა არის რა მე ვიქნები იგი ვიქნები მე იგი ხომასურიძე არა იგი ხომასური იგის გვარი არ ქონდა იმიგის და შენ მე იმიგის ვარ მე ის იგი ვარ იგი იგიაშვილი იგი იგიაძე და თქვენ ბოდიში ვინ ხართ? ავთო ოქროპირი. კი ბატონო, ოქროკაცი, ოქროპირის კაცი. კი ბატონო. პირიანი კაცი, ენიანი კაცი, პირიანი, ტუჩებიანი, ულვაშებიანი, კაი ცხვირიანი, კაი თვალწამწან ხო და კალმით ნახატი. ხო და დღეს დავარეაქტებთ სახალხო კონტროლის ვიდეოს. ხო და რადგან ჩვენ ხშირად გვიწევს მოგზაურობები ჩვენს კუთხეში, აუცილებელია რომ გზად ვიკვებოთ. ყველას მოგეხსენებათ ქუთაისის მარშრუტი, სადაც ჩერდება და სახალხო კონტროლის დღევანდელი ვიდეოც ზუსტად მაგას ეხება, თუ როგორ პირობებში უწევთ ხალხს ნაზუქების და ასევე არა მარტო ნაზუქების ყიდვა. შეუდგეთ. ზურაბი სურამი. ისე ეხლა რო გზა გახსნეს ახალი 20 კილომეტრამდე თუ რაღაცა. მაგის შემდეგ ფაქტიურად ამათ ბიზნესი ჩაუვარდათ. წარმოიდგინე აღარ გზა და მე ჩვენ და ამ დროს სახალხო კონტროლი თავზე ადგენა ამათ და ძვლის ისე ლუკმაპურს აცლის ხელებიდან თავის გაჭირვებია ხალხს ბიზნესი უვარდებათ. ჩუმათელეთი 500 მეტრში იწყება გვირაბი და რიკოძე გადასასვლელი და ეს ის ადგილია, სადაც უამრავი მგზავრი ჩერდება, ახლა შემოვიდა მიკროავტობუსი და ხშირ შემთხვევაში არც ეკითხებიან მგზავრებს, ისე აჩერებენ ამ ადგილას. აქ არის ბევრი კვების ობიექტი და 1 წლის წინ ჩვენ ეს ობიექტები გადავიღეთ. რატო დავბრუნდით აქ მეორედ? აი ეს არის ვიტრინა, აქ შემოდია. ხშირად არც ეკითხებიან მგზავრებს, ისე აჩერებენ აქ. ანუ ისე თქვა უნდა რომ მწყოლები გარიგებულები არიან სურმელებთან რომ ნაზუქები გააყიდინონ და იქ გააჩერო ანუ მე როგორც ვიცი იქ იმიტომ აჩერებენ რომ ტუალეტი არის იქვე გასაჩერება ავტობუსების და მარშრუტების გასაჩერება უბორნია ხო მაგას თუ საპირფარეში არ ქვია უბორნია გზაში ხარ 4-5 საათი და უნდა გაჩერდე რაღაც მომენტში გიწევს გაჩერება რამდენი ხანი მოიწმენ ხო და ბიჭო თავიდანვე სპეკულაციას იწყებს რა განწყობა აქვს უკვე ნეგატიური განწყობით მიდის ან მგზავრები მომხმარებლები იმისთვის რომ მიირთვან კერძები ქაბაბი ხარჩო მწვადი სამწვადე ტირიფები ბადიაურში ჩემთან რო წახვიდე ჩემგან ბადიაურში იმდენი არის ფიზიკურად ამ ყველის და პურის გამყიდველი და რაღაცები რომ ხალხი უკვე ეს გამლობები მიხვდნენ
სადნა მივიდნენ და რო ჩაივლი ნახავ რომ ზოგიერთ ადგილას ძალიან დიდი რიგია ხოლმე რა და ვიღაცებთან არავინ არ არის საერთოდ. ხო და ასე თუ ისე ბაზარმა დაარეგულირა ბადიაური მაგალითად და იქ გამოხშირა ვინც იყვნენ კარგი გამყიდველი და პულის მცხოვრებლები. კი ბატონო. აქეთაც ალბათ სურამში ახლა მთავრობამ დაარეგულირა და გადაუტანა გზა საერთოდ სხვაგან და ახლა კაციშვილი ვეღარ შევა იქ. მაგრამ სავარაუდოდ მისცემენ იმის უფლებას რომ გაუკეთებენ ის გზებზე რო აკეთებენ ხოლმე სავაჭრო იმას მისცემენ დახლებს. იმედია გაუკეთებენ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო, ვინც სურამში ცხოვრობს, ალბათ რა ეს არის. ან სურამში დასასვენებლად ჩადის ხალხი ზაფხულში და არა მარტო გზაზე მცხოვრებლებისთვის. ხო, გზაზე მცხოვრებლებისთვის კი ბატონო. ახ სერგოს ნაზუქს რო ვეღარ შეჭამთ, კაცი. კი ჭამია სერგოს ნაზუქს. თქმა უნდა. კაი იყო? კი. ეხლა ძალიან მაგარი არის. მე მაგაზე მწყდება გული რომ არც ერთხელ მიჭამია სურამის ნაზუქი. რამდენჯერაც იქ გავვლით ხოლმე, რავი, ამში ამ გზაში რა და ვერც ერთხელ ვერ მივედი არა და სულ მაინტერესებდა გამესინჯა როგორი ნაზუქი ქონდათ. ჭიშმიშიანი. მაგრამ რა ხდება ამ შენობის უკან? რა ხდება იქ, სადაც ჩვენ ულამაზეს ბუნებას ვხედავთ? ეს ჩვენი საქართველოა. ჩვენ გაჩვენებთ რა მდგომარეობა, ჩვენ აქ არ მოვსულართ სამზარეულოს გამო. საქართველოა ჩვენი სამშობლოა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად უფრთხილდებიან ობიექტები, კვების ობიექტები, რამდენად უფრთხილდებიან ბუნებას და შარშან ჩვენ ეს ობიექტები გადავიღეთ და უბრალოდ დაგვაინტერესა რამე თუ შეიცვალა ნამდვილად, მაგრამ ძალიან უარყოფითისკენ. აი ნახეთ, აი ეს არის რაც ჩადის მდინარეში, სადაც ალმახია და მთის მდინარე ჩამოდის, აი ხერუგაცია რას გვეჩვენება. ვერ ჩავალ, იმიტომ რომ ძალიან ციცაბო არის და მეშინია. აუ ნახეთ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხო არის შიდა მუნიციპალიტეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი ნაგვის ურნები, კანალიზაციის გაყვანილობა, ანუ საერთო კანალიზაცია ხო მაინც უნდა იყოს? დააერთონ ამათი. ხო, ამათმა რომ დააერთონ. არაფერი არ არის ეგეთი მსგავსი ინფრასტრუქტურა უკვე რამდენი წელი არის, ეგრე არის. ანუ რატო არ უნდა იყოს სურამში ესა რა ქვია, საკანალიზაციო სისტემა? უფროსი მინდა ხელმძღვანელი, აი როგორ შეიძლება რომ ხელმძღვანელი მფლობელობაში, ვის მფლობელობაშია? ვისია ეს ობიექტი, სახელი გვარი? ნანი ფოფხაძე, ხო? ქალბატონი ნანი არ არის ადგილზე, ნახვა მინდა. ქალბატონი ნანი მინდა. კი, მოვიდეს აუცილებლად. ნუ ხა ორი წამით გაჩვენებთ, არ ვაპირებდი ამ სამზარეულოების ნახვას, მაგრამ ნახეთ აი რა მდგომარეობაა მაცივარში, სრულიად კოროზირებული და აბსოლუტურად არაფერი წარწერა არ არის გაკეთებული. აი ნახეთ როგორი ჟანგიანი ხდება აქ. ყველი დაჭრილი და არ არის მაცივარში და ყველი იცით რომ ძალიან სათუთი რძის პროდუქტია, რომელიც ძალიან მარტივად ფუჭდება და აი იმ საშინელებებზე ბუზები რო აჯდებიან, მერე შემოდიან, იმიტომ რომ დაცული აბსოლუტურად ტერიტორია არ არის და აი აქ ხდება შემდეგ უკვე პროდუქტის სამწუხაროდ დაბიძურება. ნახეთ, კედელი რა მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაა შეხედეთ. კედლები, ვაიმე, კედლები ნახეთ, როგორი აი პროდუქტი შეხედეთ, როგორი ობის სოკო არის კარადაში და პროდუქტის სადევს. აი ეს ნახეთ, წყალი რა თქმა უნდა აქ დეფიციტია და ამის გარეცხვა თქვენ წარმოიდგინეთ როგორ ხდება და წინიდან რატო არის დეფიციტი? ანუ მითხარი ელემენტარული, რატო არის წყლის დეფიციტი? როგორ შეიძლება საქართველოში რომელიმე რეგიონში იყოს წყლის დეფიციტი? აი წყალს მიაქვს ეს ქვეყანა. მართლა ყველაზე შაბლონური განცხადება ხო არის, წყალს მართლა წყალს მიაქვს. აი რანაირად შეიძლება სასმელი წყალი დღემდე არ არის ბატონ ოქროკაცთან ველისციხეში. აი მართლა დღემდე არ არის. მთელი მოსახლეობა რაღაც ხელოვნურად რა მოსახლეობის მიერ გაკეთებულ რაღაც ჭასთან ავსებს ეს დაბურღულ წყალთან. დაბურღულ წყალთან. რამდენიმე ძალიან ადრე დაუბურღეთ და რამდენიმე დაბურღული წყალი გვაქვს სოფელში, სადაც მივდივართ და სასმელ წყალს ვიღებთ. და ამის შემდეგ სად არის წყალი? აი რატო როგორ თქვენი აზრით არ შეიძლება რო გაკეთდეს ისინი? აი რატო უნდა იყოს აი სიტყვაზე თბილისში ერთადერთი ისა რა ქვია წყალმომარაგების კომპანია? აი ხო, იმას მინდა ხაზი გაუსვა. აქ უყვართ ხოლმე ზოგიერთებს მილიონერებს გინება და ველისციხეში დღეს წყალს ვსვავთ, ერთადერთი ესეთი საჯარო დაბურღული წყალი, ისიც მილიონერის გაკეთებული არის თავის დროზე. კი ბატონო. გადაწყვიტა კაცმა რომ სოფელს წყალი არ აქვს და მივიდა და გააკეთა და მოათხრევინა და ეხლა შეგვიძლია წყალი დავლიოთ.
აუცილებლად გაჩვენებთ ამ ობიექტს. აი ნახეთ ყველგან ყველა კალადრადაში აბსოლუტურად ობისოკვა. შეხედეთ რა მდგომარეობა. შეხედეთ აი ეს არის კარადა სადაც საკვები ყველგან აბსოლუტურად. მდგომარეობა ნახოთ შევხედოთ რა მდგომარეობაშია. ტილო არის 1-3 წლის ნახმარი, короче, ტილო აღარო არგა. ძალიან მაგარი არის ეს ასე განაგზეთ. ეს დაძველებით არის შენარგესის. აი აქვე უკან გადაგახედებთ და ნახეთ აი შეხედეთ. აი იქ ჩანს ყველაფერი აბსოლუტურად. მე არ ვიცი ხა ზეთია თუ რა არის, ყოველ შემთხვევაში კედლებიც ამ მდგომარეობაშია. რა გასაკვირია რომ გარეთ მოუვლელი იყოს ყველაფერი, როდესაც შიგნით სამზარეულოში აი ესეთი სრულიად ანტისანიტარია. და ეხა გაჩვენებთ რა რაოდენობის ხალხი ჩერდება აქ. ეხლა ნახეთ აი როგორი ბინძური. ხო, თათხავს და აჯვავს. ნახა რომ ძალიან აკურატულად, სუფთად კონტეინერებში არის უჟანგავ ლითონში შენახული ხორცი. ერთი კომენტარიც არ გავუკეთე, ახა და დახედა და აფარა. ხო, მაგრამ ამ ყველაფერს ხო ხალხი შეამჩნევს. ხო, მე შევამჩნიე. და საერთოდ არ გაწმენდილა, აი ნახეთ. აი შეხედეთ ჩემი აზრით შენი ხელის ბინძური იყო სანამ მაგას მოგიდებ. გაუბედურებული ყველაფერი აი ძალიან ამაზრზე მდგომარეობაში არის. აი ეს არის გამწოვი, ნახეთ. აი ეს გამწოვი, რომელიც საერთოდ აი არ მუშაობს, ნახეთ. აი რა მდგომარეობაშია გამწოვი. შესუხებული არის. და აი აქაც ვნახოთ გამწოვი რა მდგომარეობაშია, აქაც აი იგივე მდგომარეობა არის. პირდაპირ ღია პროცესი არის, თუმცა ისე არის კულერები დამოკიდებული და ჩამოკიდებული, რომ კედელს ჩამოედინება, ჩამოეღვენთება და თუ უნდა გაგვიხარდეს, მაშინ ეს უნდა გაგვიხარდეს. დინახუი რა. ეს არის ის საქართველო, რომელიც ყოველ პურმარილზე მამაკაცები, ქალბატონები სადღეგრძელოს იძახიან და ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს ჩვენს ულამაზეს კუთხეს, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. კი ბატონო, გვიყვარს. მაგრამ ეს ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქე. ის როდინდელისი გააკდია, რომ ლურჯი შეფუთვაში რაღაცაში და ფერადი შეფუთვასი გარეთ აღარა გვი, რამდენი ხანი გავიდა 3 თვე გავიდა? ბიჭო ეს არის აი ეს ძველია ეს ვიდეო თვითონ? კი. ოკეი, გაი, izvini. ქების მიერ დაყრილი ნაგავია. აი ესი ხო, ბიძური, მაგრამ აი ამასაც არავინ არ გაწმენდა. ბუნებაში, რომელიც აკრეშკა ძალიან ხდება მაგაურობას. ობიექტზე და ასე შემდეგ არის და იქნება სანამ სახელმწიფო არ აიღებს თავის სათავეებში კანონს და ეს ითხოვს თავრობისგან ჩარევას? დიახ. ჩემი. მაგრამ ეცავს. თავრობისგან ითხოვს ჩარევას. როცა დანაგვიანებაზე ხო ისეც არის ჯარიმები, მაგის რეგულაციები ისეც არსებობს. და აიც რა უნდა მეთქვა? კაი ყლეზე რა, ნერვები მომეშავს და. კვების ობიექტს იმ ადამიანებს, ვინც აბიძურებს ამ გარემოს, სანამ არ მოუნდება, რომ წესრიგი იყოს ქვეყანაში და ბუნებაში. მანამ ასე იქნება. გამარჯობათ ქალბატონო, აქაც ჩემოვალ აუცილებლად. ეს არის სახაჭაპურე, ხო? იმას კი არ ითხოვს დედა მოთხოვნური რომ კერძო საკუთრება იყოსო. აი, ხო შეუძლია ძმა, ხო შეუძლია თქვას, რომ ესო ეხა სახელმწიფო საკუთრება რო არისო, გახადე კერძო საკუთრება ძმაო. და კერძო საკუთრება რო გახდება, მივალ მე პატრონე, ვიღაცა დამიყრის ნაგავს იქ ტყეში, ჩემ ტყეში, მივალ და დედას მოუტყნავ, ასასამართლოში წავალ, ან თოფს დავცემ, რაღაცას ვიზავ, გავაკეთებ. მივალ დავაჯვავზეთ. მოვიდესო, აგერო არავისი რო არ არის ეს ტყეო და სულ ყველასი რო არისო და ესო დაიცვასო თავრობამო ამ ცუდი ადამიანებისგანო სიგარეტის პაჭკებს რო ყრიანო. დედაცა მოტყანი. ოკროზე არ შეიძლება პოლიტიკაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ნამეტანი ფიცხი მყავს ეს, ფიცხი კახელი არის ბატონი ოქროკაცი. არ შეიძლება. მე მაინც დიპლომატი იმერელი ვარ და მირჩევნია რომ ყველაფერი მოვაგვარო კონსტრუქციული დიალოგით. ამიტომ გავაგზავნოთ. აქაც ნუ კედლები როგორც მინიმუმ მოწესრიგებული უნდა იყოს, საშინელი აი სუნი არის, ხაჭაპურის არაჩვეულებრივი სუნია, ხაჭაპური ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ზედაპირები, კედლები და ჭერი რა მდგომარეობაშია, როდესაც ხაჭაპური ცხება, ეს არის ჩვენი ნაციონალური სიმდიდრე და აბსოლუტურად თელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდრე და როდესაც აი ხაჭაპური ცხება, ეს არის ჩვენი ნაციონალური სიმდიდრე. აი ეთყობა ხო კოცი არის.
გამოცხობის დროს ხდება უკვე ნაციონალური სიმდიდრე. აი როგორ ეთყობა რომ აი კონცი ვერა ეთყობა საუბარზე ეთყობა რა კონცია ოღონდ მართლა რა ნაციონალური სიმდიდრე აი რა მაინტერესებს სულს ეთყობა თან სულს ბიჭო ანუ ხაჭაპურის გამოცხობისას მაგალითად ყველში რომ მოცარელა ვიხმარო უცებ ნაციონალურ სიმდიდრეს დავარტყი და შენ მაგაზე მოგაგასამართლებენ და აბსოლუტურად თელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და საქართველოს ერთ-ერთი მარგალიტი. რა ვამბო кайფი. არა საერთოდ მაგას იტყო და ესო გაჭრეს საქართველოს მარგალიტზე ფიქრობდა ერთი 10 წუთი ალბათ რა აშკარად იმიტომ ჩაჭრეს რომ ვერ საქართველოს და რაც გაახსენა ძვირფასი ქვა. მარგალიტი აი ესეთ პირობებში ცხებოდეს როგორც მინიმუმ სიცხეა. მაგრამ კარგი თავი დავანებოთ ამას ყველაფერს. ამან შეიძლება ხელოვნური ჩათვალეთ რომ ხუჭავ თვალს. ეხლა მოვიდა დრო ზუსტად აი ამ საშინელებების დათვალიერება, რასაც ქვია სამზარეულოს ნარჩენები. ჩვენ გვერდიდანაც მოუვლით, რამდენადაც შევძლებთ და აი ეს დაათვალიერეთ. გადახდი ხრამში, გადახდი. რამდენადაც კამერით მივწვდებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხოვნით გარემოს დაცვას ეს ობიექტები ყველა გააკონტროლოს ძალიან მარტივია სახალხო დაგჭიპეთ აი ძალიან ხელმისაწვდომია და მერწმუნეთ არ თქვენ თვალს ეს არ გამოეპარება თუ ვინ როგორ არღვევს კანონს და როგორ აბინძურებს ჩვენ ბუნებას როგორ წამლავს მდინარეებს და აზიანებს ბუნებას ეს არის მისახედი და დასაჯარიმებელი იმიტომ რომ ეს არ იყოს ყველასთვის მისაბაძი. ფეხი ძალიან მიცურავს და სამწუხაროდ ესე იგი, რამდენს ლაპარაკობენ? რამდენჯერ ჩაძვრენ ის თავისი ოპერატორები ჩააძვრენ სამოაძვრენ ეს მივიდნენ ამეებს, იღებენ ერთი 40 წუთი იღებდნენ ამეებს. ერთხელ არ მივიდა ნაგვის პარკით რომ აელაგებინა რაღაცა სამი ცალი ფოთლი მაინც აეღო. სოფლის მეურნეობას მიმართავს რომ მოდითო და დააჯარიმეთ ესენიო და თვითონ ერთი თითი არ გაატოკა რომ მისულიყო და აელაგებინა. შეიძლება ეხა ბოდიში თუ გადაცემის მერე მივიდნენ და ააბარგეს ყველაფერი და დაასუფთავეს იქაურობა, მაგრამ ძალიან მეეჭვება რომ ვაფშე თითი მოეკიდებინოს რაღაცისთვის იქ. მეც მეეჭვება. და ამდენი ხანი მორალი იკითხა ქალმა. რა სახარება გამოდო უცებ რომ აი დამპლებო თქვენ იმის რა ქვია კომუნისტების თავარი მარჟა ამ ყველაფრის არის მორალისტობა. ეგენიც ეგეთი იყო და ეს ხალი ზუსტად მაგ იდეოლოგიით ხელმძღვანელობს რომ ვიღაცამ რაღაცა უნდა გააკეთოს და შენ რო ამას უყურებ ანუ შენ მაგარი ფეხებზე კიდია მაგრამ მე ხო გაჩვენეთ ეს ყველაფერი. ქვევით ვერ ჩავედი მაგრამ მინდა გაჩვენოთ საპირფარეშოდან გამოსული წყალი აი როგორ ჩადის უფრო სწორად წყალი არა ფეკალიები როგორ ჩადის აი შეხედეთ აი იქ ძალიან დიდი ეგ არის სასრიალო კაცო ძალიან ცურავს ფეხი და ფიზიკურად შეუძლებელია დღეს ცუდი ფეხსაცმელი აკვაპარკი არის ძალიან ცურავს ფეხი ვერ ჩავედი მაგრამ ერეკლე ჩავიდა და აუცილებლად ყველაფერს ერეკლე ჩავიდა მე ვერ ჩავედი ერეკლე გაგდებული ყავთ ბიჭს იმენა ძალადობენ კაცზე. ორი ქალი აგე შეხედეთ მატრიარქატის ადნახე რას უშვება ლიზა და ისა მადონა ამა საწყალ ერეკლეს. გაგდებული ყავთ ერეკლე. ხდება ჩვენ ქვეყანაში და ნახეთ. აი სამზარეულოს ნარჩენები შეხედეთ რა მდგომარეობაშია. მოდით კომენტარის გარეშე ნახეთ კადრები. რა ხდება ყბების ობიექტებზე. როგორ აბინძურებენ ბიზნეს ოპერატორები ჩვენ ბუნებას წამლავენ და აი აქედან ჩასული წყალში ნარჩენები როგორ ბრუნდება ჩვენ კვების რაციონში. ჩვენ კვების რაციონში რა ბრუნდება ბიჭო? აქედან ბრუნდება ჩვენ კვების რაციონში. აი ვეყოფა რა მდინარე ბიდის მზე ჩადის სახლი დგას ჩანჩქერი ჩამოდის სახლი დგას აჯარო პარკი სადაც ყველა ბათუმის მოსახლეობას ბავშვებს ასე შემდეგ ყველა შეუძლია მივიდეს საღამოს თუ გინდა დღის ნებისმიერ მონაკვეთში განიტვირთოს და ასე შემდეგ დაახლოებით ამ ადამიანებს 4 წელია საპირფარეშუ არ აქვთ ამ პარკში და უსათო ხო და 4 წელი არ აქვთ. ამათ წინა გადაცემას ჩაწერეს, რომ სადაც მოუწოდებდნენ, რომ აი გეხვეწებით, აღვიგდგინეთ საპირფარეშო და საპირფარეშო კი არ აღადგინეს, უბრალოდ ბოქლომით ჩაკეტეს.
მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ. ბოკლომი ჩაკეთებდნენ ვიღაცები და სამნე ჩუმა. არა, არ იპარებოდნენ, ანუ არ მინდა დაგბლოკავენ ის კადრები რო ვაჩვენო, რა ქვია, სტრაიქს მოგცევენ ეკრევე, ეს შპრიცები ყრია, ვიღაცას ბულბულატორი უდევს საპირფარეშოში და მოკლედ. მაგარი ტუალეტი ყოფილა. მოდერნისტული ტუალეტი იყო სხვათა შორის. მულტიფუნქციური. და ამ ყველაფერს, ანუ სახელმწიფოს კი არ მოუწოდებენ, რომ ეს ბაღი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, რომ რაღაც მიხედონ და რაღაცა. ამ ყველაფერს მოუწოდებენ ირგვლივ რომ ბაზარი არის იმის მესაკუთრეს, რომ გააკეთოს საპირფარეშო. ნოამრიდან, როგორ ხართ? დაგეგონათ, არ ჩამოვიდოდი, მოგატყუდვებდით? როგორ ახართ, რა შევიდ? როგორ ხართ? ყოველ შემთხვევაში თეთრეული სუფთა გაქვთ, უყურებ მე და აი ოთახიც გარემონტებული არის, სუფთა ოთახი, ესეც მახარებს, ისე რომ აი ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში არ ახართ. როგორც ვიცით, სოლთანა გაქვთ განშორების გულის ტკივილი, ხო? აბა მითხარით. კაცი ცოლს გაშორდა, ჩემი ბედნიერი უნდა იყოს. მაგარი სიტყვა უთხრა. შენ განშორების გულის ტკივილი, იმენა თამადაქალი არის, პოეტია. გულე ხელი მოწერილი მაქვს ოფიციალურად და გადაიყვანილია მეორე პანსიონატში. ტოპერუ ამობს ხოლმე რაღაცებს ეგრე თქვა, მე შიში განშორების ტოპ. აუჩი, მინდი გავუშავო. მე ამ კაცისგან ამდენი ხანია ვიხვეწები, ხო შეიძლება? Dating ისტორიები გამოგვიგზავნეთ ხალხო. რა დაგემართათ? მანდა მაინც ამ ადამიანთან მივიდა და საკუთარი ცოლს რატო გაშორდა, ეგ ჩავიწერო. ანუ შენ გაკეთო, რასაც მადონა აკეთებს. არა, მე რა მინდა იცი? რომ ადამიანები, რომლებიც განიყრებიან, ისინი ისევ დავაახლოვო. მადონაც მაგას აკეთებს. ხო და მე ამ კაცთან მივალ და თუ საკუთარ ცოლს შეურიგდები, მე შენ და შენს ყოფილ მეუღლეს გაგიშვებთ ერთ ძალიან მაგარ დეიტზე. სად არის ამის ცოლი? ამის ცოლი ყვებოდა, მოიცა. და გადაიყვანილია მეორე პანსიონატში, აქვე არის პანსიონატი, ის იმყოფება იქ. კონტაქტი არა გაქვს? არ არის ასაცი? არა, ჩემი ტელეფონის ორი ნომერი ორივე დაშორეს. ანუ თავრობამ დააშორა ცოლ ბიჭო. ანუ ოჯახი დააგრიეს ბიჭო. რატო ანგრევთ ოჯახს? თქვენ დედაჟივეცი, რატო ანგრევთ ოჯახს? სიმო, რა საკეთებთ არასწორ? დაბლოკილი აქვს. ვერ უკავშირდები არანაირი დალაპარაკება არ შემიძლია. აქ იყო 1-2 დღე დირექტორი არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ დალაპარაკებულიყავი. რატო? მე ცოლი ორგანულად გაუყიდეს ბიჭო. მე მივალ ნახავ თქვენ მოუღოთ და გავესაუბრები აუცილებლად. მისი სახელი გვარი მითხარით? გიული კაპანაძე. ყვება როგორი გაქვთ? ყვებაზე არა მაქვს პრეტენზია. პრეტენზია არ გაქვთ, ოთახიც უყურებთ რომ მშვენიერია, თეთრეული უყურებთ რომ მშვენიერი, კარგია და მოწესრიგებულია. ხელით იქნება რა უდევს მაგის ქვემოთ, ჩემი. არის ოთახიც გაპრიალებულია, ანუ შესაბამისი პირობები გაქვთ. მაქვს, მაგრამ აი ნერვიულობა რაც რო ჩემ მეუღლის გამო დაიწყო წელიწადია მე არის ზეწოლები. რა ზეწოლაზე საუბრობთ? აი იმ ზეწოლაზე რომ მაგალითად აი ვარწნევიანი არავით არის წამალი მე ნიუჟელი არ მეკუთვნის თავრობიდან მეკუთვნო და მე ისა გადაიყვიან დამარეგულირებენ. კი. არა, მთავრობა თანხას იხდის იმის გამო, რომ თქვენ არაფერი არ მოგაკლდეთ. მთავრობა ამაზე ზრუნავს. მადლობა მთავრობას. всё. აი სულ ჩემი ნაყიდი წამალი აქ არც ერთი არაფერი წამალი. კარგით, მაგას დავსვამთ მაკითხვებს აუცილებლად. წელიწადნახევარი აქ არ არაფერი წამალი მე მთავრობიდან არ მინდა. არა, მთავრობიდან არა. მოდით ვთქვათ, ხელმძღვანელობიდან, თორემ თქვენ რო აქ ახართ, ამაზე მთავრობა ზრუნავს. კი, მაგრამ მთავრობა კი გზავნის, მაგრამ მზრუნველი მთავრობის დედას შევეცი. ყველა მზრუნველი მთავრობის დედა მოვთხარ მე. всё. ჩემამდე არ გასაგებია. გასაგებია, კარგით. რა სიხშირად შეგიძლიათ შხაპი მიიღოთ? კაი, აღარ გვინდა ეს.
დავიწვი ამ კაცის საცოდაობით სიმართლე. ცოლს აჩვენებს? სააფთიაქო ქსელების დედას შევეცი მე, რომლებიც ჯანდაბუს მიწუდა მოყოლებული. მანო სავიზენა მოყოლებული, რომლებიც ფასებს და ყველაფერს ურეგულირებს, რომ ჩვენგან ისევე უფრო მეტი ფული ამოიღოს. მოკლედ, ეგ არის ჩემი კომენტარი. კიდე ის მინდა რა ქვია, ამას მინდა შევეხოთ, რომ კაცი ხო ციხეში ჩასვეს ჯერ. თავის პალატაში გამოამწყდეს. ცოლს არ ანახებენ. ტელეფონზე არ ალაპარაკებენ ცოლთან. კაცს წნევები აქვს ამის გამო და წამლებს არ აძლევენ. უწევს რომ წავიდეს თავის პენსიიდან რაღაცები იყიდოს. ამ პენსია საოცარი, რომელიც, რა ვიცი. გაიჩი და აწამებენ, კაცს აწამებენ და სახალხო კონტროლი არ ვიცი, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტი ვიდეო გამოგვივიდა და ცოტა ემოციურადაც ჩავერთეთ. მაგრამ არა უშავს. ეს არის სახალხო კონტროლი, სახალხო ჩაჯმა არის. სახალხო ჩაჯმა არის, მართლა. ერთი მხარე მას მოქმედ ხელისუფლებას იცავს, მეორე მხარე აკრიტიკებს. არ ვიცი. ჩემი აზრით ჯანსაღი აზროვნება აუცილებელია და ჯანსაღი კრიტიკა. რომ შეგვეძლოს ამ კრიტიკის მიღებაც და შემდეგ გათვალისწინებაც და მოკლედ ზომების მიღებაც. 2 დღის წინ PayPal-ზე მოგვივიდა შეტყობინება, რომ ჩაგვერიცხეს დონაცია $8 და 8 ცენტი. სამწუხაროდ ჩემმა პარტნიორმა გამოყლებულმა იგი მანდამდვილად რაღაცებს მიაჭირა თითები და რეფანდი გაუკეთა. ჩვენი ანონიმური გამომწერი. ასე აქ ამოვარდება, რაც მოგწერა ადამიანმა. ძალიან დიდი მადლობა. სახელს არ ვიტყვი ჩვენსაც, რადგან დავიცავთ ანონიმურობას, მაინც ჩვენ იქნება ადამიანს არ მოსწონს, რომ საკუთარ სახელს ვიტყვით. ისეთი ობიექტიდან ჩაგვირიცხე, რომ აშკარად კვებას ეხება ეს ყველაფერი. რატო? გასტრორაიდ ქვია. გასტრორაიდ. ხო და გასტრორაიდი სახალხო კონტროლი შეჩემა. რეიდი გასტრორაიდი. ხო და მოკლედ. მე მგონი იმათი ოპერატორი. ერეკლე ვირიცხავს დონაციას. ძმოთუშველა გჭირდება ჩვენ აქ ვართ. ჩვენ შეთვის ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან დიდი მადლობა. შენ სახელს რა თქმა უნდა არ ვიტყვით და გვირჩი ასეთი რამ. არ გააჩეროთ ვიდეოების დადება და მოვიწოდა რომ უფრო მარტივი რომ იყოსო თქვენთვისო დონაციის გაკეთებაო, სხვა რაღაცა ალტერნატივა ნახეთ PayPal-ი არაო. გავითვალისწინოთ მაგას, აუცილებლად ნახავთ სხვა რაღაცა ალტერნატივას და ძალიან დიდი მადლობა მეგობარო. ჩემი დებილი შეცდომის გამო მე ეს ფული რადგან გულხვი ვარ უკანვე დაგიბრუნე რა. უკან დააბრუნა 57 ცენტის გამოკლებით, იმიტომ რომ PayPal-ი ფის იღებს. რიფანს მოაკეთებ და იმისაც რომ სრული თანხა დაეფნებინა იმას დაგაკელი ბოდიში. გრამატიკის ტესტ რუსულის ლაივში ჩააბარებს ძროხად წოდებული პირი 50 ლარს დავადონატებ. მინდა დავადგინო, ხარ თუ არა ძროხაო. მადლობა რომ აქედანვე ჩვენი ჰეითერი გახდი. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჰეითერები, ზოგადად ჰეითერები აძლიერებს ჩვენს мотиваციას, რომელიც არ გვაქვს. და პირდაპირ გეტყვი ბატონო ლუკა, რომ მე რუსულის ტესტ ლაივში არ დავწერ. ასევე ამ ვიდეოს აქ დისლაიკი და დიდი ალბათობით. დიდი ალბათობით ამ ჩვენი ჰეითერის დაწერილია. ლუკა ვარდიაში, ლუკა. გადაგვიმტერებ იცოდე შენ. ასევე ბატონმა Uncle Joel-მა, Angelina Jolie-ის ბიძამ დაგვიწერა კომენტარი. პენსუალური ბორკილების მერჩი როდის იქნებაო? აუცილებლად გამოვა ჩვენი პენსუალური ბორკილები დღე-დღეზე ველოდებით უბრალოდ სპონსორს, რომ ეგ ყველაფერი გაუშვათ. საბუთებს ვაგვარებთ. და ასევე ეს კომენტარი, აი ეს ამოვიჭროთ ესე. ცისიამ დაგვიწერა. არ არის პრობლემა, მაგას შემოჭრა. ცისია ჩარქსელიანმა დაგვიწერა, დიახ, სწორია ბატონი ტიციანიო, ჩვენ გვეშველება მთელს დანარჩენ სამყაროსო. კინოლოგი, მსახიობის სახელის და გვარის მცოდნე ადამიანი, კინომანი, ძაღლების სპეციალისტი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ცისია, რომ ამხელა საპორტს იჩენ ჩემს მიმართ. იმიტომ რომ მე სხვა არ ყავს არავინ, რომელიც ესენი ჩაგრავს, ეს ჩაგრავს, აგერ ჰეითერი გამოგვიშთა, ეგეც ჩაგრავს. დონაციები არ არის, არაფერი არ არის და კინემატოგრაფია არის, კინემატოგრაფია შეისწავლის მატატიებს. მაგრამ კინემატოგრაფია შეისწავლის ჰოროსკოპს. ჰოროსკოპს 12-ვე ჰოროსკოპს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჰოროსკოპები. მოიჩები. ეს იყო სულ დღევანდელი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა, ვინც აქამდე მოხვედით. დააჭირეთ ლაიქს, თხლიშეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული არის, რათა გავაგრძელოთ. ვისაც დონაციების ლინკი იქნება აღწერაში.
და პირველ ჩვენ დონატორს ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გამოგიგზავნით დონატებს. ეს იყო არხი ოკრობოკრო და წევედით. Amri Zibetls,